მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ჩვენ ამერიკაში. დღეს გვაქვს ძალიან საპასუხისმგებლო დღე, ვინაიდან ჩვენი ეპიზოდის სტუმარია ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ინცკირველი, რომელიც უკვე მე-16 წელია ქართველი ემიგრანტებისთვის სულიერ თავშესაფარს და საყრდენს წარმოადგენს. პირველ რიგში უღრმესი მადლობა, რომ დაგვთანხმდით, რომ გვმასპინძლობთ. აქვე ვიტყვი, რომ ეს ეპიზოდი იწერება წმინდა გიორგის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში, ფილადელფიაში და მეუფე საბა პირდაპირ კითხვით მინდა გადმოვიდეთ თქვენთან, ცოტა ხნით მინდა დაგაბრუნოთ ბავშვობაში და გთხოვთ გვითხრათ, როგორი იყო პატარა ლაშა, როგორი მისწრაფებები, ოცნებები ჰქონდა მას და თუ იყო ცელქი. პირველ სკოლისა მინდა მშვიდობა და გამარჯვება გისურვებთ ესევე ჩვენ მსმენელებს მინდა მივესალმო და ღვთისწყალობა და მადლი უსურვო და მადლობა თქვენ რომ ხართ აქ ჩვენთან სტუმრად და წარმატებებს გისურვებთ. სიცელქი ყველა ბავშვს აქვს, მაგრამ ჩემი ბავშვობაც არ იყო რაღაცა განსხვავებული სხვა ბავშვებიდან. დავიბადე ქალაქ ოზურგეთში, ჩემი მშობლები და ჩემი მამაპაპასეული სახლი არის სოფელ ფამფალეთში, ეს არის ვაკიჯვრის თემი, ვაკიჯვარი, სოფელი ფამფალეთი და გითხრათ დასაწყისში რა თქმა უნდა იყო ლაღი ბავშვობაც, მაგრამ ეგრე უკვე ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც 90-იანი წლები გავიარეთ და არც ისე ადვილი პერიოდი და ძირითადად მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა მადლობელი ვარ ღმერთს ყველაფრისთვის და სხვანაირი ბავშვობა მქონდა ვიდრე დღევანდელი ბავშვებს აქვს, იმიტომ რომ ჩვენ შუქიც კი არ იყო ჩვენ დროს და იქ უფრო მეტად ბავშვები დღის განმავლობაში ერთად ვატარებდით, თამაშობდით, რა თქმა უნდა სკოლის პერიოდში სკოლის შემდგომ გართობა ბავშვებთან ერთად და შემდგომ საღამოს განსაკუთრებულად ზაფხულის პერიოდში, როდესაც ქალაქებიდან გვსტუმრობდნენ ბავშვები, კოცონს ვანთებდით, ლექსებს ვამობდით, ღეროდით, ერთობოდით როგორც 90-იანი წლის ბავშვები. კი ვამბობთ, რომ ერთიანად ესე გამოიყურებოდა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ხედვა გქონდა, ჩვენი ფიქრი და სწორედ ამ ბავშვობიდან არის პირველი ნაბიჯები, როდესაც უკვე რაღაცა კითხვები მიჩნდება საკუთარ თავთან, შემდგომ ვიწყებ ძიებას ღმერთის და როდის გაჩნდა კითხვები უკვე ღმერთთან, ან ღმერთზე და როდის მიხვდით, რომ თქვენი გზა იყო ზუსტად ღვთისმსახურების გზა? საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ უკვე სკოლებში იწყება რელიგიის სწავლება, საღვთო ჯურის სწავლება და ჩვენ ყავდა ვაკიჯვრის საშუალო სკოლაში სწავლობდი მე და იქ ჩვენი რელიგიის საღვთო ჯურის მასწავლებელი იყო ქალბატონი დოდო ინცკირველი და შეიძლება ვთქვათ, რომ ჩემი ღმერთთან ძიების შეკითხვების სწორედ მისი გაკვეთილების შედეგი არის და ჩემი და დღეს მონაზონია ის ჩემზე ადრე გადადგეს ნაბიჯი და დაიწყო უკვე აქტიურად ეკლესიაში სიარული, მასაც ეს შეკითხვები ჰქონდა და უკვე აქედან იწყება ჩემი სკოლიდან, ეს არის დაახლოებით მე-6-მე-7 კლასში იწყება ჩემი ძიება, რომ სხვადასხვა მინდა მოგიყვეთ, რომ ეს გააჩინა რაღაცა პატარა ბავშვი ვიყავი და
ვუყურებდი აი ამ წერებს, მათ შორის ჭიანჭველებს, როგორ დადიოდა, როგორ რაღაც საკუთარი სახლი ჰქონდა და გამიჩნდა შეკითხვები, რომ რა მისია ჩემი ადამიანის, იმიტომ რომ ყველაფერი რაღაცისთვის არის შექმნილი და რისთვის ვარ მე შექმნილი, ან რა მისია მომცა ღმერთმა და აი აქედან იწყება სწორედ ჩემი ეკლესიასთან დაახლოების, ღმერთთან დაახლოების ეკლესიას, როცა ვამბობთ, ეკლესია არის ერთობა ადამიანების და ამ ერთობაში გაწევრიანების სურვილი და შესაკრებელი და ამ შესაკრებელში აქტიური წევრობის სურვილი და ძიება ღმერთის. მადლობა. როგორი არის ერთი ჩვეულებრივი დღე მეუფე საბასთვის დღეს? მეუფე საბასთვის ვფიქრობდი, რომ არ არის ისე როგორც ადამიანების ერთი ჩვეულებრივი დღე, განსხვავებულია ყოველი დღე, რადგანაც ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია ტერიტორიულად, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი შეიძლება ვთქვათ, რომ შეიძლება სოფლიოში ყველაზე დიდი ეპარქია, ეს ეპარქიულად რო ავიგო, რომელიც ერთ უდემთავარს ეპისკოპოს აბარია, იმიტომ რომ თუ ავიგებთ სხვა იურისდიქციებს აქ ჩრდილოეთ ამერიკაში, რამოდენიმე უდემთავარი ყავთ და მე ერთი ეპისკოპოსი ვარ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეპარქიაში არ არის ბევრი სამრევლო თუ ვიტყვით, თუ ესე ვიტყვით, მაგრამ ტერიტორიულად ძალიან დიდია და სულ მიწევს მოძრაობას, სულ მიწევს გზაში ყოფნა აღმოსავლეთ სანაპიროზე თითქმის ჩიკაგოს ჩათვლით და ასევე კანადაც იგულისხმება აქ ტორონტოს ჩათვლით, მანქანით გადავადგილდები ავტომობილით, მაგრამ რა თქმა უნდა, იქეთ დასავლეთ სანაპიროზე ან კანადაში, ვანკუვერია, კალგარია, იქეთ უკვე თვითმფრინავით და თითქმის ყოველ კვირას თუ არა, ყოველ მეორე კვირას ან თვეში ერთხელ ორჯერ სულ მიწევს გზაში ყოფნა და ამიტომ ერთფეროვანი ესე არ არის ყოველდღიური ცხოვრება, რა თქმა უნდა, არის პირადი ლოცვები და პირადი კანონი ჩემი, რომელსაც არც არის საჭირო რომ ვისაუბრო და ვთქვა ამის შესახებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველდღიური ცხოვრებაც არის. მაინც ძირითადად მთლიანი დღე დაკავებულია და განსხვავებული ერთმანეთისაგან, ერთი და იგივე არ არის. და რა პასუხისმგებლობა არის თქვენთვის საკუთარ თავთან, ან ღმერთთან, ან ადამიანებთან იყო ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, როგორც თქვენ ბრძანეთ, თანაც ერთადერთი. მაყურებელმა ალბათ და მსმენელმა იცის ეს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია მოიცავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადასა და მექსიკის შეერთებულ შტატებს და სამრევლოების სიმცირიდან გამომდინარე და 2009 წელს დაფუძნდა ჩვენი ეპარქია და ეს ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი იყო. მინდა აღვნიშნო და ვთქვა, რადგანაც შევეხეთ მაინც ბერმა არ იცის და მინდა იცოდეს, რომ 2009 წელში 9 წლის 30 აპრილის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ფუძნდება ეს ეპარქია და მისი პირველი მღვდელმთავარი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი გახდათ, რომელმაც მართლაც ძალიან დიდი შრომა გაწია პირველივე წლებში ამ ეპარქიის გაძლიერებისთვის. რთული იყო ძალიან, როცა არაფერი არ გაჩნდა ამ ეპარქიას და ყველაფერი ნოლიდან იწყებოდა და მას ძალიან დიდი დამსახურება აქვს და რა თქმა უნდა, პირადად მე მისი გამორჩეული ვარ მღვდელმთავრად და ამიტომ ჩემი პირადი მადლიერება მის მიმართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეპარქიის როგორც სასულიერო პირებს თუ ერის ადამიანებს ახსოვს მისი მოღვაწეობა და ყოველთვის მადლიერებას გამოხატავენ მის მიმართ და
შემდგომ უკვე 2014 წელს ხდება ჩემი გამორჩევა ეპისკოპოსად. მუდლად მეუფე დიმიტრიმ დამასხა ხელი აქ ამერიკაში 2010 წელს და ყველაზე დიდი საპასუხისმგებლო საქმე, რაც კი არსებობს ამ ქვეყნად, იმაჩნია რომ ეს არის სასულიერო პირობა და მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს ეპისკოპოსობა არის უმაღლესი საფეხური სასულიერო პირის. არის პასუხისმგებლობა პირველ რიგში და ნახეთ როგორ არის ეპისკოპოსი, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ეპისკოპოსი არის ხატი ქრისტესი. ეპისკოპოსი უნდა იყოს ისეთი, როგორიც იყო იესო ქრისტე და ამიტომ არ აქვს და არ გაქვს ადამიანურად კი გაქვს ამის უფლება, რომ თქვა დავიღალე, აღარ შემიძლია ესე შემდგომ, მაგრამ წესით არ გაქვს ამის უფლება, იმიტომ რომ როცა ადამიანს სჭირდება, როცა ეკლესიას სჭირდება, როცა კრებულს სჭირდება, შენ უნდა დღე იქნება თუ ღამე, ყოველთვის ამისთვის უნდა იზრუნო და იფიქრო და ამიტომ უშეცდომო არ არის ჩვენი ცხოვრება, იმიტომ ჩვენ ადამიანები ვართ და შეცდომას უშვებთ, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ როგორც ადამიანი, ასევე თავის გადაწყვეტილებაში, მათ შორის სასულიერო პირი, როცა რაღაცას ეუბნება ადამიანს, ან გადაწყვეტილებას გებულობს, უნდა შეხედოს, რამდენადაც ეს არის სახარებასთან თანხვედრაში და უნდა დასვა შეკითხვა, რომ აი ამ შემთხვევაში ქრისტე როგორ მოიქცეოდა. როდესაც ვამბობთ ჩვენო, ნახეთ, სიყვარულის ღმერთის და ადამიანის ყველაზე დიდი მცნება ქრისტიანობის ეს არის და უფალი გვეუბნება, რომ თუ ადამიანი არ გიყვარს, მაშინ ღმერთიც არ გიყვარს. იმიტომ რომ თუ ჩვენ და არ ვხედავთ ადამიანში ქრისტეს ხატებას და არ გვიყვარს ის, მაშინ ღმერთიც არ გვიყვარს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მსახურებაც იესო ქრისტე ხო ამისთვის მომიდა ამ ქვეყნად, რომ ადამიანისთვის ემსახურა. მოვედი მე არა იმისთვის, რომ თქვენ მე მემსახუროთ, არამედ მე თქვენ გემსახუროთ. ასევე არის ჩვენი სასულიერო პირების მოღვაწეობა, როდესაც ვამბობ ჩვენ მემსახურებით ღმერთს, ეს ნიშნავს, რომ მემსახურებით პირველ რიგში მემსახურებით ადამიანს. ადამიანის მსახურებით გამოიხატება ღვთისადმი ერთგულება და მსახურება, იმიტომ რომ ღმერთს არ ჭირდება ჩვენი მსახურება. ჩვენ ღმერთს არ ჭირდება, რომ ჩვენ რაღაცა მას ვერც მივამატებ და ვერც დავაკლებთ, იმიტომ რომ ღმერთი უცვალებელია. მაგრამ ჩვენი მსახურებით ჩვენ შეგვიძლია ადამიანს მივუმატოთ, ან დავაკლოთ. იმიტომ რომ შეიძლება ჩვენი არასწორი ქმედებები დავავკოლოთ ადამიანები ეკლესიის მიმართ, ანუ ღმერთის მავალგზაზე და სწორი გადაწყვეტილებებით, ან სწორი დამოკიდებულებით, სიყვარულით მიდგომით, პირიქით ხელი შეუწყოთ, რომ ღმერთს დავუახლოვთ. ეს არის ჩვენი მოვალეობა, იმიტომ რომ ჩვენ კი არა, ჩვენ ღმერთი არ უნდა ჩავანაცვლოთ იესო ქრისტე, არამედ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ადამიანებს დავანახოთ იესო ქრისტე. რას თხოვთ ხოლმე ღმერთს ყველაზე უფრო ხშირად? წყალობას, რომ შეგვიწყალოს და გვაპატიოს ჩვენი ცოდნები, იმიტომ რომ შეუძლებელი ადამიანის გადარჩენა ღმერთის მოწყალების გარეშე. იმიტომ ხშირად არის, რომ ადამიანებს ზოგჯერ ეშლებათ, რომ გონია, რომ ისე ცხოვრობს, რომ ღმერთს თხოვენ, რომ ღმერთო შენი სამართალით გამგსაჯე და როგორც ხარ, აი ისე ხშირად გავიგებთ ამას, რომ ადამიანები ამას ითხოვენ და არა, ჩემო კარგებო, არ არის სწორი დამოკიდებულება ღმერთს ჩვენ წყალობას თხოვთ, რომ მისი მოწყალებით გამგსაჯოს, არა სამართლით არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ღმერთთან ყოფობას. კარგი, მაშინ გადავიდეთ ემიგრანტებზე. აქ მაქვს რამდენიმე კითხვა, თქვენ უკვე 16 წელი არის უკვე როგორც თქვით, რაც ძალიან ბევრი ემიგრანტის სულიერი წინამძღოლი ხართ. მაინტერესებს თქვენი დაკვირვებით, როგორ იცვლებიან ქართველი
ემიგრანტები ემიგრაციაში ჩამოსვლის შემდეგ? ზოგ ადამიანმა, ზოგიერთმა არ მინდა რომ განვიკითხო, მაგრამ დაკარგა სამშობლოსთან კავშირი ვიტყოდი, იმიტომ რომ რაღაცა ეს ბევრი არ არის, მაგრამ იშვიათად მომიცემ რომ მე აღარ მინდა საქართველოსკენ გახედვა რაღაცა, რაც მიმაჩნია რომ არასწორი დამოკიდებულებაა და სწორედ ეკლესია და სამრევლოები არის იმისთვის, რომ ჩვენ თავის დროზე, როდესაც ეპარქია გაიხსნა და სასულიერო პირები ჩამოვედით, პატრიარქი სწორედ დარიგება მითითება სულიყო ჩვენს მიმართ, რომ თქვენ უნდა შეუნარჩუნოთ მათ ქართულ ფესვებთან კავშირი და აი ეს სამრევლოებიც ამიტომ არის ქართული ეპარქიის, იმიტომ რომ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიაც არის აქ და იქ შეიძლება სულიერ გზის და გადარჩენის გზაზე იქ მიხვიდე და პოვო შენ ღმერთთან ერთობა, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას ეს განსაკუთრებულობა აქვს, რომ ჩვენ საკვირაო სკოლები თუ კულტურის ცენტრები, რომელიც არსებობს ჩვენ სამრევლოებთან და თვითონ სამრევლოები, სადაც ქართულ ენაზე აღესრულება მსახურება, ხელს უწყობს ადამიანებს, რომ თავის ფესვებთან არ დაკარგოს კავშირი და ესე ხშირად ესე უწოდებთ ჩვენ, რომ თითეული სამრევლო პატარა საქართველოს კუნძულებია. ახსოვს მეუფე გრიგოლმა თქვა ეს სიტყვა, როდესაც ნიუ-ჯერსი ეკლესია, როდესაც ვაკურთხე და მართლაც ესე არის, ეს პატარა საქართველო, პატარა კუნძულებია. კი მართალია, რომ ვერ იქნება ისეთი, როგორც ჩვენი სამშობლოა და ვერ შეცვლეს იმას, იმიტომ რომ ეს სითბოც, სიყვარულიც თუ ჩვენ რო წლები რაღაცა პერიოდის შემდგომ, როცა ჩავდივარ საქართველოში, სულ გძნობთ, რომ იქ სულ სხვა არის, იქ სულ სხვა სამშობლოს სუნელია და ქართული მიწის სუნელია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მრავალხმლება ხდება, უცხოეთში ალბათ უკეთ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და თავს ადამიანები აქ, როდესაც ზოგ შემთხვევაში ძალიან რთულიც არის ზამეთანხმებით და დეპრესიული აქაური ემიგრანტობა, იმიტომ რომ განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც დედა თავის შვილებსაა დაშორებული, ან კიდე მამა არის დაშორებული თავის ოჯახს და შვილებს, ეს ძალიან დიდი ტკივილიც არის და ვიტყვი, რომ რა გარკვეულწილად ტრაგედიაც არის. მე ესე მიმაჩნია, შეიძლება სხვას არ მიაჩნდეს ესე, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ტრაგედიაც არის, იმიტომ რომ ჩვენ ვერასდროს ვერ დავაბრუნებთ იმ დროს და წლებს უკან, რაც ჩვენ დაშორებული ვიყავით ჩვენს ოჯახის წევრებთან და ბევრ ადამიანს ეს რთულად გადააქვს და სულ ვეუბნები ადამიანები, როცა აქ ჩამოდიან თუ ოჯახი ყავს, აი ვეუბნები, შენ მალე უნდა დაბრუნდე, ან შენი ოჯახი შენთან უნდა ჩამოიყვანო და ერთად იყოთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია და ვიცით, რომ ზოგჯერ მტკივნეულადაც სრულდება ესეთი დაშორება, იმიტომ რომ რაღაცა განელება ხდება სიყვარულის, განელება შეიძლება ვთქვათ, რომ თუ სიყვარულია, როგორ შეიძლება განელდეს პირიქით იმ დაშორება და მონატრება უფრო უნდა რაღაცა განამტკიცოს ეს, მაგრამ არ არის ესე, იმიტომ რომ სიყვარული ადამიანებს გონიათ, რომ რაღაცა ემოციაა, ესე ემოციური სიყვარული შეიძლება გაქრეს, მაგრამ სიყვარული არის ასევე ურთიერთობა, ჩვენი ზრუნველობა ერთმანეთის მიმართ და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოხატული ეს გრძნობაც, რომელიც უკვე შენი ცხოვრების ნაწილი ხდება და შენ როცა უკვე აი როგორ შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ აი ხშირად თუ თქვას, რომ ღმერთი მიყვარს, მაგრამ თუ ღმერთი მიყვარს, მაშინ მე რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ღმერთთან ვიყო? რა არის ღმერთის
მიმართ სიყვარული. იგივე არის, როცა ვამბობ, რომ ოჯახის მიმართ სიყვარული, მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა არ არის. ასე ვაკეთებ იმისთვის, რომ მე თუ დაშორებული ვარ, რომ ეს გაერთიანება მოხდეს. შეიძლება ახლა ზოგისთვის ძალიან მტკივნეული იყო რაზე საუბრობ, მაგრამ ზოგჯერ ჯობია რომ ადამიანები დავაფიქროთ ჩვენი ნათქვამით და მათ რაღაცა გაუჩნდეს მათში ეს შეკითხვები გაჩნდეს, რომ როდის დავბრუნდები, ან როდის შევხვდები ისევ ჩემ ოჯახსა, როდის ჩამოვლენ ისინი ჩემთან. ეს ერთ-ერთი რა ვიცი, ჩემთვის ტკივილიც არის და ემიგრაციის დიდი პრობლემა არის. ზუსტად ამაზე მქონდა შემდეგი კითხვა, თქვენ ისე ბუნებრივად გადახვედით, ხელი აღარ შეგიშალეთ. ზუსტად ამაზე იყო, რომ ანუ ეს ურთიერთობებზე როგორ აისახება, პირად ურთიერთობებზე სტრესი, რაც ემიგრაციაში ყოველდღიურად გვაქვს და რეალურად მართლაც არის თავისთავად სტრესი დაკავშირებული ემიგრაციასთან, ანუ თანმდევი არის. მაინც რა გგონიათ ამის ფონზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ოჯახები ინგრევა ემიგრაციაში? თვითონ ეკლესიაც არ აძლევს უფლებას, იცით? ეკლესია წესით არ აძლევს უფლებას, რომ დიდი ხნით ცოლი ქმარს გაშორდეს ან ქმარი ცოლს. ოჯახი მცირე ეკლესიაა და მცირე ეკლესიას შენს მეორე ნახევარს უღალატე. კაცს შეუძლია რომ კაცი არის და იმას შეუძლია რომ საყვარელი ყავდეს, უღალატოს ოჯახს, მაგრამ ქალმა ეს არ უნდა გააკეთოს. მაჩვენონ საწერია ეს სახარებაში, რომ კაცს ამ ხრივ რაღაცა უპირატესობა აქვს. სადმე მაჩვენონ, ეს არის გამოგონილი რაღაცა, რითაც კაცმა მეწუფლებასაც ცოლკვრის და სიყვარულის სიწმინდის დაცვაში ერთნაირი უფლებები აქვს ქალსაც და კაცსაც. ორივეს ერთად მოეთხოვება ეს. როგორც კაცს, ისეც ქალმა დაიცვას, როგორც ქმარმა, ისეც ცოლმა დაიცვას ოჯახის სიწმინდე. ამიტომ ეს არავის არ ამართლებს არც ერთ მხარეს, ამიტომ აი პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს დაშორება დიდი ხნით ხდება მიზეზი ამ ცოდვის და ოჯახის სიწმინდის დარღვევის. მეუფესობა, სანამ ოჯახის თემაზე ვსაუბრობ, აქვე გკითხავთ, თქვენ როგორ გვირჩევთ, როგორ უნდა გავზარდოთ ის ბავშვები, რომლებიც იბადებიან ემიგრაციაში და როგორ უნდა ვეცადოთ, რომ შევუნარჩუნოთ ქართული იდენტობა. მაგალითად, ჩემი შვილი დაიბადა ამერიკაში, ჯერ არ არის ნამყოფი საქართველოში და არც კი ვიცი, როდის მოგვიწევს, რომ წავიდეთ ჩვენ საქართველოში. როგორ შეიძლება რა რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს ეკლესიის მხრიდან, რომ როგორ შევუნარჩუნოთ ქართული იდენტობა აი ამერიკულთან ერთად, ან საერთოდ თუ თვლით, რომ საჭირო არის ეს? თითქმის ყველა შტატში არის ქართული კულტურის ცენტრები. არის თან როგორც ეკლესიასთან არსებული სკოლები. არის ისე მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ემიგრანტების მონდომებით ხელოვნების ქართველი ხელოვნების მიერ ორგანიზებული ქართული კულტურის ცენტრები და სადაც შეიძლება მე ჩემი შვილი მივიყვანო, რომ ქართველებთან ადაპტირდეს და ცხოვრება ისწავლოს. მათ შორის ნახეთ, თქვით, მაგრამ ვისაც შესაძლებლობა რომ საქართველოში გაუშვას თავისი შვილები ზაფხულის პერიოდში, ეს ყველაზე დიდი რამ არის, რადგანაც გეტყვით, რომ აი მე ვეკითხები ხოლმე იქიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომ სად გირჩევნიათ, ან სად იცხოვრებდი და ყოველთვის უმეტესი ნაწილი არა იმით, რომ რაღაცა მშობელმა დაარიგა ეს, არამედ მის სიხედვიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გარკვეულწილად მეტი თავისუფლება აქვს ბავშვებს საქართველოში ვიდრე ჩვენთან ამერიკაში და ის თუ გინდა ეზოს ბავშვების მეგობრობა, მეზობლების თუ ესე შენ ბიძაშვილების, ნათესავების და ყოველთვის ამბობენ, რომ არა, ჩვენ საქართველოში გვიჩვენ, მე როცა გავიზრდები, დაბრუნდები საქართველოში, მე როცა გავიზრდები, დაბრუნდები საქართველოში და ეს მარტო სიტყვები არ არის, რეალობაში მე გეტყვით, რომ რეალობაში არის რამოდენიმე ბავშვი, რომელიც აქ ჩვენთან გაიზარდა და
საქართველოში ფიქრობს ცხოვრებას, იქ აწყობს, იქ მიდის, ატარებს დიდ დროს, გეტყვით აგერ რომ ბავშვი რომელიც აქ დაიბადა, გაიზარდა, უნივერსიტეტი დაამთავრა და ადგა და დაბრუნდა საქართველოში. მეტიც მშობლები აქ ცხოვრობენ, თვითონ წავიდა საქართველოში ცხოვრობს. ნახეთ, რას იწვევს საქართველოსთან კავშირი. ჩვენ შეიძლება ვამბობთ, არა, ჩვენ აღარ დაბრუნდებით, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც აქ ცხოვრობენ ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა, მაგრამ ქართველებთან და საქართველოსთან აქ კავშირი. ამიტომ პირველი ჩემი რაც არის. მშობლებს ვეტყვი და ვთხოვ, შვილებს სახლში ელაპარაკეთ ქართულად. ინგლისურს ისედაც ისწავლოს ქართულად. მე ვიცი მშობლები რომ მეტიც ტექსტ მესიჯებს როცა წერენ თავის შვილებს ქართულად წერენ. ქართულად. კარგ შემთხვევაში ეს ქართული ასოებით მიწერილია ეს ტექსტ მესიჯები თუ არა ლათინური ასოებით, მაგრამ ქართულ სიტყვებს წერენ და ამ ბავშვებს ისინიც ქართულად ითხოვენ, რომ მან ქართულად უპასუხოს. შეიძლება ზოგჯერ კი არ არის ეს გამართული ქართულით დაპასუხები, მაგრამ მან, როდესაც უკვე შენ ენა იცი ენა, ხო, შენი მშობლის. შენ უკვე გაქვს ინგლისურით რაღაც რო იცი, შენ ენა იცი და შეინარჩუნე ენა და არ დაგავიწყდა ქართული ენა. იმ მაგალითზე შეიძლება თქვა ფერეიდნელი ქართველების, რომელსაც დიდი სურვილი აქვს ყოველთვის ეხლა რომ ჩამოვიდნენ და თავის ფესვებთან სამშობლოში, საქართველოში და ერთხელ მაინც ნახონ საქართველო. ბევრ სურვილი აქვს რომ საერთოდ ჩამოვიდნენ და საქართველოში იცხოვრონ, მაგრამ ერთხელ მაინც ნახონ. შენ რო ენა იცი და შეიძლება არ იყო მთელი ცხოვრება დაყოფი და იცი რომ შენი მშობელი საქართველოდან არის. გაგიჩნდება სურვილი რომ ერთხელ ჩახვიდე და ნახო რომ სად არის ეს ქვეყანა საქართველოზე, მე ეს ენა ვიცი და რა ხდება იქ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ აი აქ მოსვლაც, აქ ბევრი ადამიანი მაგალითად კვირა დღეს ან დღესასწაულებზე როდესაც მოდის. ბევრი ადამიანი მოდის იმის რომ ქართველს შეხვდეს. ესაუბრონ ერთმანეთს, რაღაცა გამოცდილება გაუზიარონ, ტკივილი გაუზიარონ, რაღაცა უთხრან, რაღაცა შეეკითხონ ერთმანეთს და ამიტომაც ეს სამრევლოებთან ურთიერთობა არის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილების, ბავშვების, იმიტომ რომ ბავშვები აქ რო ერთმანეთს იცნობენ და როცა მეგობრობენ, უკვე მე ქართველი ბავშვები სახლშიც მიდიან აქ, იცით რომ როგორც ეძახიან როცა რჩებიან ინგლისურად რო ვთქვა sleepover-ზე. ოკეი. შეიძლება ზოგისთვის ეს არ არის ისა, მაგრამ მაინც ამას, როდესაც აქაური ცხოვრებას როგორც ვამბობ, ერთმანეთთან დადიან ერთმანეთის მიმართ უკვე სხვა დამოკიდებულება უჩნდება და მეგობრობენ ერთმანეთთან. მოდი მაშინ გადავიდეთ შემთხვევითი კითხვების ბლოკზე. კი ბატონო. ოდნავ ფილოსოფიური კითხვები გვაქვს და გავხსნათ და ვუპასუხოთ. კი ბატონო, რამდენად ფილოსოფოსი არ მიმაჩნია თავი და მაგრამ ქრისტიანული კუთხით და შემიძლია გავცე პასუხი ამ შეკითხვებს და ბატონო არ არის პრობლემა. მე უნდა მომიგოთ თუ თქვენ ამოიღებთ. თქვენ ამოიღეთ, თქვენ რომელიც მოგეწონებათ და ასე ნახოთ. ხო. აბა ნახოთ რა შეკითხვა. როგორია მომენტი, როდესაც ღმერთს გძნობ ძალიან ახლოს. ეს არის მომენტი ლოცვითი მდგომარეობა, რომელსაც ისიხაზმი ქვია, ისიხასტებს ქონდათ ეს მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ ახლა რადგან ეს ერის ხალხთან გვაქვს საუბარი და ღვთისნათელის ხილვის ერის ხალხთან გვაქვს საუბარი, რა თქმა უნდა პირადად ჩემთვის ეს მომენტი და წამი ყოველთვის არის ზიარების მომენტი. როდესაც ვეზიარები, აი ის წამი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ
ამ მდგომარეობის განცდა მთლიანი ამას ადამიანის დიდი ლოცვითი გამოცდილება ჭირდება და მათ შორის მოღვაწეობა და მოციქულებს ჰქონდათ ეს მოციქული როდესაც ამბობს რომ პავლე მოციქული ამბობს რომ მე არ ცოცხლობ არამედ ღმერთში თიცოცხლობს ჩემშიო აი ეს განცდა უკვე მას ჰქონდა და ეს განცდა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ზოგჯერ საშიშიც არის იმ კუთხით რომ აქ არის ადამიანების ხიბლის მომენტი, აი რაღაცა მოხიბლური და გრძნობს ამას, მაგრამ ამ მომენტში თუ კი ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, წარმოიდგინეთ, ეს განცდა თუ კი აქვს ადამიანს, იცოდეთ რომ ამ ადამიანს აქვს სიმდაბლე, სიმშვიდე, სიყვარული, ის თვისებები, რაც ღმერთთან ახლოს ამყოფებს ადამიანს, მიაახლოვებს არის ღმერთის მსგავსებასთან და ქედან გამომდინარე ახლა ძალიან რთულია ეს პირადი გამოცდილება ადამიანის და ესე ვთქვათ რომ ამ გამოცდილების მქონე ისიხასპამებს ჰქონდა ეს განცდა და ამას ამბობდნენ კიდეც რომ თავის აღარ ფიქრობ რა შენ თავზე ფიქრი აღარ აქვს არამედ ღმერთთან მყოფობა არის ის რაც ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი რამ არის და რისთვისაც მე ვცხოვრობ, რისთვისაც მე ვარსებობ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არის ამ ქვეყნად ზიარების დროს ეკლესიაში გამოხატული, როდესაც ჩვენ ვეზიარებით, იესო ქრისტე ამბობს, რომ ვინც ღებულობს ჩემს ხორცს ის მე მასში ვარ და ის ჩემშია. და ეს მომენტი არის, რომ ზიარების დროს ამას განვიცდით და რომ ჩვენ ღმერთთან ვართ, ღმერთში ვერთიანდებით და სრული ამის განცდა კიდევ ერთხელ ვამბობ აწლეულები ჭირდება და ლოცვა რომ ადამიანმა ეს თქვას რომ მე განვიცადე ღმერთთან ის დიდებულება და ის დიდებულებაში ყოფნა რომელსაც ის მამები და მოციქულები განიცდიდნენ რომელმაც ლოცვით და თავისი მსგავსებით მიმსგავსებით საკუთარი თავის მიაღწიენ. აქვე რომ ჩაგეკითხოთ, ანუ სად გადის მან ზღვარი, აი თქვენ ახსენეთ ხიბლი, რომელიც თითქოს ახლოს არის ამ მდგომარეობასთან და ეს ზღვარი სად უნდა ვიპოვოთ? აი ზღვარი ვამბობ კიდევ ერთხელ ეს სერაფიმ როუს აქვს წერილი დილით დგება ადამიანი და ლოცულობს სან-ფრანცისკოში წარმოიდგინეთ ახლა ქალაქში სადაც ყველაზე მეტად ახლა რო ავიღოთ თანამედროვეობის და წინსვლა ყოველთვის ამ ქალაქთან კალიფორნიასანაც განსაკუთრებულად სან-ფრანცისკოსთან ასოცირდება და ცხოვრობს აქ ამ ბინაში გამოდის დილით და დილით ადრე სანამ ზიამოვა ფსკვნილზე ლოცულობს იესოს ლოცვას ამბობს ბევრჯერ საათობით გრძელდება ზოგჯერ ეს მისი ლოცვა და ერთ დღეს როდესაც ეს სიჩუმეა სიწყნარე ყველა ზინავს მაგრამ ერთ დღეს ქვედა თავისი მეზობელი გამოდის და ეს რო ლოცულობს ამ სიჩუმეს სიწყნარეში მიჩვეული ამას და იქ რაღაცა ხმაურს იწყებს ეს მეზობელი და შეაწუხა. ამას იმში და დაუბრუნდა ეს ლოცულობს ღმერთთან გონია რომ ეხლა ღმერთთან პირდაპირ კავშირშია, იმიტომ რომ და ეს აქედან გინებას და ყვირის უწყებს შენ რა გააკეთე ლოცვა ჩემი ლოცვაში ღმერთთან ერთობაში აი ხიბლი. შენ როდესაც არ გაქვს უკვე კიდევ ერთხელ ვამბობ სულ ადამიანებს აქვს სიმშვიდე. სიყვარული, პატიების გზობა, სიმდაბლე,
ნახეთ წმინდა მამები, რომელიც საცმიღწეული ჰქონდათ ამ თვისებებს, ამ ღმერთთან ესეთ ერთობას, როგორი ცხოვრება ჰქონდათ. მიმტევებლობა, უპირობო სიყვარული ყველას მიმართ. აი ეს არის. და აი ეს როცა ხედავ, რომ შენ ამას ვერც დაინახავ, თავის თავზე ამას კი არ ამბობენ და ყველაზე მეტიც, რაც უფრო ახლოს მიდის ადამიანი ღმერთთან, აქ განცდა, რომ ყველაზე მეტად დიდი ცოდვილი არის ის. რა შორებს დღეს ადამიანს ღმერთთან. ხო? ხო, გავეცით პასუხი ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ერთი რამ არის, რომ როცა ვამბობთ დღეს, რა ვიცი, ყოველ პერიოდს თავისი გამოწვევა აქვს და დღევანდელობასაც თავისი გამოწვევა აქვს. ყველაზე მეტად მე მგონი დღევანდელ დღეს პრობლემა არის, რომ 21 საუკუნის ადამიანი უფრო მატერიალური გახდა, მატერიალური, ამქვეყნიური ზრუნებზე ხშირად არის, რომ დრო აღარ მრჩება ღმერთისთვის. ხო, აი უკვე არის დრო აღარ მრჩება იმისთვის, რომ ეკლესიაში მოვიდე. ხო, უკვე ეგ პრობლემა ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, როდესაც შენი პრიორიტეტები არ არის რა. სახარებაში არის პასუხი ყველაფერზე, მაცხოვარი იგავებით გვესაუბრება და გვეუბნება, რომ ნახეთ სათასასუფეველიო, გავს იმასო, რომ ადამიანი რომ ველში სადღაც ყანაში იპოვის დიდ საგანძურს, მაგრამ ის მას არ ეკუთვნის და წავა გაყიდის ყველაფერს, რომ იმ ტერიტორიას იყიდის, სადაც ეს საგანძურია. აი ესე არის. სათასასუფეველი არის იესო ქრისტე და თუ ღმერთის ეძებს ადამიანი, მაშინ არც დღევანდელობა, არც ხვალინდელობა, არც ერთი წამი თუ მისი ცხოვრების არც ერთი პერიოდი მას არ დააბკოლებს იმისთვის, რომ ღმერთისკენ არ იაროს, არ წავიდეს. თუმცა ეს არ არის, რომ ზოგს გონია, რომ ეს არის ვაინახე მე ღმერთი ვიპოვე და დამთავრდა. ტაძარში მივედი, გავხდი ქრისტიანი, მოვინახე და ღმერთი ვიპოვე. აქ იწყება უკვე შენი განსაცდელები. ჯერ არ დასრულებულა ღმერთის პოვნის ეს გზა. რაც უფრო ახლოს მიდიხარ, როგორც მით უფრო მეტი და მეტი განსაცდელებია, მეტად განიცდის შენ ცოდვებს, მაგრამ მეტი ბრძოლა არის, იმიტომ რომ ნახე რა უნდა დემონურ ძალებს ბოლოც რა უნდა, რომ ადამიანი დააშოროს ღმერთს. ამიტომ შენ, როდესაც გადადგე ერთი ნაბიჯი ღმერთისკენ, რომ ღმერთის ძიებისკენ, შენ აქეთ გიქაჩება რაღაც ის ძალა, რომ არა, მოდი, დღეს აგერ კი კვირაობით კი კარგი არის ეკლესიაში, მაგრამ აგერ სამუშაო გამოსცა, სადაც აგერ კვირა დღეს ვიმუშავებ, $300 გავაკეთებ და ეს $300 ხო ამდენი რაღაცა მაქვს მე ახლა გადასახდელი ეგერ ადამიანებს ვეხმარები, აგერ ოჯახს უნდა გაუგზავნო ისა. აი პრიორიტეტი დაიკარგა. ის რაც შენთვის მთავარია, ჩაანაცვლა სხვა. ამიტომაც ამბობს, რომ ნახე უფალი ამბობს ძალიან ზოგჯერ გაუგება რაღაცას, რომ ვისაც უყვარსო მამა, დედა, ნებისმიერ მისი შვილი თუ ჩემზე მეტათო, ისი არ არისო ჩემი ღირსი. ნახე ცოტა ახლა როგორი რაღაცა არის, ესე იგი ღმერთი მოითხოვს შენგან ყველაზე დიდ სიყვარულს. თან თუ მეუბნება, რომ ყველა ადამიანში უნდა დავინახო ღმერთი და თითოეული ადამიანი ჩემს წინ რომ დგას. რატო ითხოვს ამას? რატო ითხოვს ამას? მაშინ თქვათ, რომ ღმერთი არის უპირობო სიყვარული, როდის ითხოვს ღმერთი ამას? იმის შემდგომ, როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც მან ჯვარზე გაეკვრა ჩვენთვის და ჩვენ გამოგისყიდა, ჩვენ დაგვაბრუნა მამასთან. და თან ღმერთი არის ის, რომელმაც ჩვენ არ არსებობიდან არსებობაში მოგვიყვანა.
ჩვენ არც შვილი გვეყოლებოდა არც და არც ძმა რომ ღმერთის ნება არ ყოფილიყოს ღმერთის სიყვარულის ნაყოფი ვარ ჩვენ თითეული ადამიანი. ამიტომაც ყველაზე დიდი წარმოიდგინეთ ახლა რომ ამიტომაც არის თუ მე ამის მრწამსავ ჯერავს და ვამბობ რომ მე ვარ ღმერთის სიყვარული მადლობა ღმერთს რომ მე რომ არ დავბადებულიყავი ხო არ შევქმნიდი ამას ხო არ შევძლებდი და ღმერთმა მომცა ღმერთმა მომიყვანა თუ ამას ვამბობ ვის ეკუთვნის მასში ყველაზე დიდი სიყვარული რომ ღმერთი არის ღმერთმა შექმნა სამყარო ღმერთმა შექმნა ადამიანი ამიტომაც ის ვინც ყველაზე დიდი სიყვარულია და თვითონ ღმერთის სიყვარულია ამიტომაც ჩემი ფიქრი არის ღმერთისად. აი ესე მაგალითად ჩვენ გვყავს მოწამეები ეკლესიაში. როდესაც ვამბობთ რომ თუ ადამიანში უნდა ვხედავდეთ ღმერთს და ესეც არის ხატი არის მაგრამ მისი მსგავსება შეიძლება არ იყოს ღმერთისადმი იმ ადამიანის. აი მაგალითად ეკლესიაში გვყავს წმინდა ბარბარე რომელიც მამამისმა აწამა. მამამ მოკლა წმინდა ბარბარე იმიტომ რომ წმინდა ბარბარე მიიწამა იესო ქრისტე და მამა რომელიც კეფთაყვანიცებელი იყო არ უნდოდა რომ წმინდა ბარბარეს ეღალატა ქრისტესთვის. ეხლა სად არის რომელშია ღმერთი ბარბარეში თუ მამამისში შვილში თუ მამაში ამიტომ ზოგჯერ ჩვენ როცა ვართ ოჯახსაც რომ ვამბობთ ოჯახზე მაღლა დგას ღმერთი ყველაფერზე მაღლა დგას ნაკლებათო მოძებნიო ადამიანსო რომელიცო მართალი ადამიანისთვისო თავს გაწირავს მაგრამ იესო ქრისტე მართალი ადამიანებისთვის არ გაუწირია თავისა ცოდვილებისთვის ჩვენ მე მაინტერესებს სადღაც ხომ არ ვწდები მე განსაკუთრებით ბოლო დროს ძალიან მომხმობ რომ ანუ ღმერთს ვუყურო განსაკუთრებულად თქო რა იმიტომ რომ განსაკუთრებით ემიგრაციაში იყო ძალიან ბევრი განსაცდელი და რაღაცნაირად ეს განსაცდელები იმ მომენტში რომ წარმომედგინა რომ მარტივად არ უნდა დალაგებულიყო ძალიან მარტივად ლაგდება ესე მიყოლებით არის განსაცდელები მიყოლებით ვახტები ამ განსაცდელებს და მიდის ძალიან კარგად და სულ მომხმობ მე ღმერთს ვუყურო განსაკუთრებულად მე ღმერთს ვუყურო განსაკუთრებულად ეს ხიბლია თუ ეს ჩემი გონებრივი მდგომარეობა თუ ემოციური მდგომარეობა თუ რა ღმერთს თითოეული ადამიანი განსაკუთრებულად უყვარვართ მაშინ იმიტომ რომ უკვე ჯერ არ დაბადებული ადამიანისთვისაც ჯვარზე გაეკრა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ჩვენ მამასთან ღმერთთან დავებრუნებინეთ ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს რა თქმა უნდა მადლობა ღმერთს რომ ისეთი ისა რომ ხედავთ რომ განსაცდელები მოდის და გვარდება ეს და ღმერთს უნდა მადლობდეთ ამისთვის რა თქმა უნდა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ განსაცდელები ან მოიკლებს შეიძლება მოიმატებს შეიძლება უფრო მეტად მოიმატოს და ესეც არის ხოლმე ხშირად უფრო მეტად იმატებს განსაცდელები ან ადამიანებში ვინც ეკლესიაში მიდის იმიტომ რომ ხშირად გამიგია ესე რომ ადამიანი ამბობს რომ ნახე ეს ადამიანი ეკლესიაში დადის აგერ და ნახე რამდენი რაღაცა დაემართა და მე აგერ არც ეკლესიაში დავდივარ ესა და კი ვცხოვრობ ბედნიერად ჩვენიერად აწყობილი მაქვს ცხოვრება ბიზნესიც მაქვს ოჯახიც გვაქვს შვილები გვაქვს და ესე აი ამიტომ არის ადამიანი უყურებს მოკლე პერსპექტივაში ანუ მოკლე დროში რაღაცას მაგრამ ჩვენ დროში ვართ შექმნილი დროში მოვედით არ არსებობიდან მაგრამ არ ვართ სიკვდილისთვის შექმნილი ჩვენი იმიტომ რომ ღმერთთან ვინც არსებობას იწყებს ის აღარ სრულდება მაგრამ ვინც ღმერთის გარეშე იწყებს არსებობას ის დასრულდება იმიტომ რომ გამორიცხულია იმიტომ რომ ჯოჯოხეთი რა არის ჯოჯოხეთი არის რომ ადამიანი დავიწყებას მიეცემოს რომ დამთავრდება მისი არსებობა ეგ არის თუ ადამიანს თუ გონია რომ ჯოჯოხეთი არის ახლა იქ რაღაცა ცეცხლი და იქ ისა წვავს ეგ არის უბრალოდ იმდროინდელი ადამიანისთვის განცდა რომ ეს რამდენად ტკივნეული რაღაც ამ სიმძაფრის განცდა თუ არა სიმძაფრით რა ვიგო წარმოედგინე ახლა დედა რო ღმერთმა დაიფაროს მაგრამ თავის შვილებს ჩამოასწრონ და გადაასახლონ ციმბირში რომ და ეთქვიან შენ ვეღარ აზროს ვეღარ ნახავ შენ შვილებს ესაა ჯოჯოხეთი ესაა ჯოჯოხეთი უკვე შენთვის დასრულება შენი მდგომარეობა დედობისაც ამ იმის იმიტომ რომ შენ შვილებს მოგწყვიტენ და დაგაშორონ ხო აი ეგ არის და შენ ამ შემთხვევაში თან შენ აკეთებ არჩევანს ღმერთი არა ღმერთმა ყველაფერი გააკეთა შენთვის არა შენ აკეთებ არჩევანს რომ მე მინდა ღმერთთან ყოფობა თუ არ მინდა
აი ეგ არის. რა არის ის რისი პატიებაც ადამიანებს ყველაზე მეტად გვიჭირს? ხო? ეგრეთ ისეთ საკითხი ალბათ არის ადამიანები, რომლებსაც ადამიანი პატივმოყვარე რაც თვითონ მას ეხება ყველაზე მეტად უჭირს ამის სხვას აპატიოს და ხშირად არის რომ იქ სხვარზდებს და შეიძლება ამით დამთავრდეს მეგობრობას ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომაც თუმცა ქრისტიანულ გადასახედიდან ვიტყვი რომ მოკლედ მამაო ჩვენო მაინც ყველა ქრისტიანმა იცის ზეპირა თუ არ იცის ერთხელ მაინც წაუკითხავს ალბათ თუ ქრისტიანია მამაო ჩვენო და იქ ჩვენ ღმერთს ვევედრებით რომ გვაპატიეთ ჩვენ თანამდებობ ჩვენი დარცა ჩვენ მიუტევებთ მათ თანამდებთა მათ ჩვენთან ხო ანუ გვაპატიეთ ჩვენი მოკლედ რო ვთქვათ ესე გასაგებ ენაზე შეიძლება ადამიანს რომ ვთქვათ ვერ ქართულად არ ესმის ეს სიტყვები და საერთოდ რასაც ლოცულობ ჯერ ერთი უნდა გვესმოდეს ის რას ვევედრებით ღმერთს რაც ლოცულობთ და ჩვენ გვაპატიეთ ჩვენი ვალები ისე როგორც ჩვენ სხვებს პატიებთ ჩვენი ცოდვები ჩვენი დანაშაულები ისე გვაპატიეთ როგორც ჩვენ პატიებთ სხვა ადამიანებს ამიტომ ჩვენ თუ გვიჭირს სხვებისთვის რაღაცის პატიება ჩათვალეთ რომ ღმერთსაც გაუჭირდება რომ ჩვენ გვაპატიეს იმიტომ რომ იესო ქრისტე გვეუბნება კიდე საფრთხო წერილში რომ თუ თქვენ არ აპატიებთ ერთმანეთს არც მამა ჩემი ზეცათა თქვენ არ გაპატიებს თქვენ ცოდვებს იმიტომ მე ჩემი მოწოდებაც იქნება და ღვთის სიტყვის ამებ ვაპატიოთ ერთმანეთს რომ ღმერთმა ჩვენ გვაპატიოს ჩვენი ცოდვები როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა რწმენა ისეთ ეპოქაში სადაც მეცნიერება და ტექნოლოგიები ხშირად რელიგიას უპირისპირდება ხო ესეც თითოეული ეს შეკითხვები ისეთი არის მე მგონი გადაცემა კი არა წიგნები დაიწერება ამაზე თითო შეკითხვაზე და ეხზე მოკლედ პასუხი როგორ შეიძლება მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რწმენა არის ინდივიდუალური პიროვნული ამიტომ სადაც და რა ადგილზეც და რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი თუ სწამს ეს და მას ეს მის რწმენას ვერავინ ვერ შეარყევს განადგურებს მასში მაგრამ თუმცა ეს როდესაც ვამბობ რომ ტექნოლოგიები და ტექნოლოგიები ხშირად უპირისპირდება რელიგიას. ვერ ვიტყოდი ესე რომ ხშირად ტექნოლოგიები კაკ საქმესაც აკეთებს, რა თქმა უნდა არის ადამიანები ტექნოლოგიებს იყენებენ იმისთვის რომ ადამიანს გონება დაუბრუნონ და აჩვენონ რომ აი თუ ნახე ესე არ არის აი თქვენ იცით ხშირად მოისმენთ კრიტიკას ეკლესიის მიმართ, ასაჭიროა სასულიერო პირები, ასაჭიროა საერთოდ მერჩის შესახებ. როდესაც ვამბობ ათეიზმის სიტყვაზე ვამბობთ რომ თუ ადამიანი უკვე ღმერთის შესახებ საუბრობს, აქ უკვე რწმენაზეა ლაპარაკი. ღმერთი არსებობს, მაგრამ არ არსებობს შენთვის, იმიტომ რომ შენ არ გწევ. რაღაცაზე თუ საუბრობს, ესე იგი ის არის, მაგრამ შენ არ გწევს, ამიტომ სამყაროში მილიარდობით ადამიანს მადლობა ღმერთს რომ სწამს ღმერთის. გადავდეთ ბლიც კითხვებზე. ძალიან მოკლედ შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ კითხვებს და მინდა მითხრათ თქვენთვის რა არის ერთი სიტყვა, რომელიც მთელ ცხოვრებას აღწერს. ღმერთია ეს სიტყვა. სიყვარული. ღმერთის სიყვარული. ერთი კითხვა რა იქნებოდა ღმერთთან? არასდროს არ მიფიქრია რომ კითხვა დამესვა ღმერთისადმი. ერთი ნივთი, რომელიც საქართველოდან წამოიღეთ და დღემდე განსაკუთრებულად ინახავს. ჩემი სოფლის მიწა არის, რომელიც სულდა მაქვს. ერთი ადამიანი, რომელსაც ახლა ჩაეხუტებოდით. პატრიარქია,
ის ადამიანი, რომელთანაც ეხლა მონატრება გვაქვს. რა არის ყველაზე ხშირი ცოდვა ემიგრაციაში? გინდა ემიგრაციაში იყოს, თუ გინდა საქართველოში. ჩემთვის ესე ვფიქრობ, რომ არის განკითხვა ადამიანების. ერთი რამ, რაც დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად აკლიათ, რომ ჭეშმარიტად ბედნიერები იყო. სიყვარული. ერთი რამ, რაც ყოველთვის გახსენებთ სახლს. სახლს პრინციპში ყველაფერი მახსენებს. თუ გინდის რაც თქვი წინ, და შეგმიწაკი. დღეს რომ თქვენი ბოლო ქადაგება იყოს, რას ატყობთ თქვენს მრევლს? გიყვარდეთ ერთმანეთს. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიმასპინძლეთ, რომ ასეთ სასიამოვნო საუბარი გქონდა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ვინც დაინტერესდით და გვიყურეთ. არ დაკავიწყდეთ არხის გამოწერა, ასე ძალიან დაეხმარებით არხის განვითარებაში. ახლა დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.